ჩვენ ძირითადად როგორი ეხლა რასაც უყურებ მე ჩემს გარშემო, ხო? Როგორი ურთიერთობა გვაქვს ბავშვებთან, აბა? მოთხოვნის რეჟიმში, ხო? იმიტომ რომ უნდა მოასწრო, რომ კითხო რა ჭამე, გააკეთე თუ არა გაკვეთილები, რაღაცა ქენი თუ არა, სკოლაში რაღაცა ასე ისე, ანუ შენ გაქვს დაკითხვის რეჟიმი და მოთხოვნის რეჟიმი. ეს ეხება დედებსაც და ეს ეხება მამებსაც. დედებს უფრო მეტად აქვს სხვათა შორის მოთხოვნის რეჟიმი და განსაკუთრებით ბიჭებს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დებატები და ბატალური სცენები აქვთ დედასთან, ბუნებრივია. მაგრამ მამის როლი, მამის ფიგურა, ვთქვათ ასე, მამის ფიგურა არის სუბიექტური ფიგურა, მინდა გითხრათ, მე არა ვარ ფსიქოანალიტიკოსი, მაგრამ ფსიქოანალიტიკოსები კარგად აგვიხსნიან, რომ დედა არის ობიექტი თავისი შვილისთვის, რომელსაც უნდა ფლობდეს ბავშვი და მამა სუბიექტია, ნახეთ, ანუ მამას უფრო მეტი მოქნილობა აქვს ამ თვალსაზრისით და უფრო შეუძლია დაეხმაროს დედას იმაში, რომ შეარბილოს ეს მისი ფლობის, ასე ვთქვათ, ბავშვის მხრიდან დედის ფლობის ეს ტენდენციები. რადგან მამა სუბიექტი, ახლა რას გულისხმობ, ნახეთ ამაში. ის რომ მამები დაკავებულები არიან ისევე როგორც დედები და დრო არ აქვთ, ყოველთვის შეიძლება ოჯახის წევრებში ესე ჩვეულებრივი გეგმა ჩვეულებრივი, რომ როდის ცალია მამას, შეიძლება კვირას არ ცალია, მაგრამ ორშაბათს ცალია, სიტყვაზე ვიძახი. ანუ კვირა კი არის ისეთი დღე, როცა ოჯახი ერთად უნდა იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ოჯახის მოთხოვნილებებს უსადაგებთ, ხო? იმ რეალობას, რა რეალობაში ცხოვრობთ და თუ ორშაბათს ცალია მამას, მაშინ შეიძლება მამამ დაგეგმოს და შეეხიდოს დედას რა თვალსაზრისით აი ამ ბავშვების მიერ დედის გაობიექტიურების, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ცოტა ცუდად გამომდის და მასზე ძალიან მიჯაჭვულობის, ცოტა განეიტრალების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამის ფიგურა იყოს აქტიური ფიგურა, რეალურად და არ იყოს პასიური ფიგურა, უბრალოდ ნახეთ როგორი რომ მამასთან ყველაფერი მოსულა, შესაძლებელია, მამა კაი ტიპია და დედა ცუდი ტიპია. აი ვისურვებდი, რომ ეს დიქოტომია ბავშვებში არ ყოფილიყოს და ეს მამაზეა დამოკიდებული.